სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა მინდა მადლიერებით დავიწყო. მადლობა უთხრა უფალს, მადლობა უთხრა ჩემს პატრიარქს, მადლობა უთხრა თქვენი ეპარქიის ეპისკოპოს ეუფეს საბას, მადლობა მინდა უთხრა თქვენს მოძღვარს ამა თომას ნდობისთვის და თქვენ მინდა მადლობა გითხრათ სიყვარულისთვის. არ ვიქნები გულწრფელი თუ თავიდან ერთ რამეს არ ვიტყვით, იმიტომ რომ წეღან მე უფესაც უთხარი და მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეხვდებით წირვაზე სამრევლოს, რომელიც ხმაურობს. მე არსად მსგავსი რამ არასოდეს არ მინახავს. არც ერთ სხვა ადგილობრივ ეკლესიებში. მართალია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა ეს ხდება. ბავშვები იმიტომ კი არ ხმაურობენ, რომ ცოდვილები არიან. ბავშვები იმიტომ ხმაურობენ, რომ იღლებიან და ხანგრძლივი მსახურება მათთვის არ არის ეს სწორი. აი ესე გაწვალებული ბავშვები რო იზრდებიან, ხდებიან 15-16 წლისები, მერე პროტესტს აცხადებენ და მერე გიკვირთ, რატო აღარ დადიან ეკლესიაში. ბავშვობაში ვატარებდი და მერე აღარ დადიან. იმიტომ არ დადიან, რომ მთელი ბავშვობა შავ ლაქათა აქვს ტაძარში მოსვლა. მათთვის სასიხარულო უნდა იყოს აქ მოსვლა. ეხლა რა შეეხება დღევანდელ დღეს? დღევანდელი დღე არის ქრისტეს მიერ ძმებოდადებო ძალიან მნიშვნელოვანი. ისე როგორც ყოველი დღე მსახურებისა, მაგრამ დღევანდელი დღე არის ისეთი, რომელიც თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულ მდგომარეობაში ამყოფებდეს უნდა და პასუხისმგებლობით ტვირთავს. პირველი რაც მე მინდა გითხრათ არის ის, რომ რამდენად ვიაზრებთ, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი. რა თვისებებს უნდა ატარებდე, როცა ხარ ქრისტიანი. რა შემთხვევაში ხდება ადამიანი არა უბრალოდ ღმერთის არსებობის დამჯერებელი, არა უბრალოდ რელიგიური, არამედ ქრისტიანი. იესო ნიშნავს მხსნელს. სახარებისეული სიტყვებია. იესო ნიშნავს მხსნელს ცოდვისგან. ანუ ღმერთი მოვიდა ადამიანად, მას ქვია იესო, ცოდვებისაგან მხსნელი და მერე უფალი ამბობს კიდევაც, რომ მე მოვედი არა მართალი ადამიანებისთვის, არამედ მოვედი ცოდვილებისთვის. ანუ ვინც საკუთარ თავს ცოდვილად არ აღიქვავს, ის ქრისტიანი ვერ გახდება. როგორი რელიგიურობითაც არ უნდა გამოირჩეოდეს, როგორ წირვალოცვაზეც არ უნდა დადიოდეს, როგორ ხშირადაც არ უნდა ეზიარებოდეს, გესმით, რამდენ სანთელსაც არ უნდა ანთებდეს. ადამიანს არ შეუძლია იყოს ქრისტიანი, თუ ის საკუთარ თავს ცოდვილად არ აღიქვავს, იმიტომ რომ უფალი პირდაპირ ამბობს იმპერატიულად, მე მოვედი ცოდვილებისთვის, რომლებიც ნანობენ და არ მოვსულ ვარ მართლებისათვის. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე მართალი ვარ და რა, ცუდი რა არის ამაში. ცუდი ის არის, რომ იოანე მოციქული გვაფრთხილებს, ვინც თვლის, რომ მართალია, ანუ ცოდვილი არ არის. ვინც თვლის, რომ მართალია, ის მას, ესე ამბობს იოანე მოციქული, მას მატყუარად გამოყავს ქრისტე, რომელიც ამბობს, რომ ყველა ცოდვილია. შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ კი ბატონო, ცოდვილი ვარ ეხლა რა, გან არ ვიცი, რომ ცოდვილი ვარ. მაგრამ ცოდვილობის განცდა უბრალოდ სინდისის ქეჯნა არ არის. ადამიანს რომ უბრალოდ სინდისის საქეჯნი მდგომარეობა კონდეს, განასაჭირო გახდებოდა, რომ ღმერთი არა მარტო ადამიანად მოსულიყო, არამედ მომკვდარიყო. ნახეთ, როგორ უნდა ხედავდეს ადამიანი. რიგითი თეოდორე ფიქრობს ასე და ამგვარად. თქვათ, ესე იგი, მე ცოდვილი ვარ, რაღაცები დამიშავებია, კი ბატონო. რას მიშლის მე ცოდვილობა ხელს? რაში მიშლის მე ცოდვილობა ხელს? რაში მიშლის? სინდისი მაწუხებს, კი ბატონო, ღმერთო მაპატიე, რაღაცა, რაში მიშლის მე ცოდვილობა ხელს? იცით რაში მიშლის? აუცილებლად უნდა გარდავიცვალო რა. აუცილებლად უნდა გარდავიცვალო რა, რომ წარვდგები სამყაროს ცოცხალი შემოქმედის წინაშე, რომელმაც სხვადასხვა ფიზიკური კანონებთან ერთად შექმნა ზნეობრივი კანონები და სულიერი კანონები, რომელთა კანონების უგულებელს ყოფას მე საშიშროების წინაშე მაყენებს, ანუ
თუ უგულებელს ყო ფიზიკურ კანონებს, გრავიტაციას, თბურ კანონებს, ასე შემდეგ, ეს მე პრობლემებს ვიქმნის. მე შეიძლება გარდავიცვალო, თუ მე 5 სართულიდან გადავალ, ხო, ფანჯრიდან. ასევე ზნეობრივი კანონების უგულებელს ყოფა, პლუს ჩემი თავისუფლების შესაძლებლობა და ჩემი მოაზროვნეობა მაყენებს პასუხისგებლობის წინაშე, რომ დავდგები ცოცხალი ღმერთის წინაშე, აი ამ ზნეობრივი კანონის და სულიერი კანონების უგულებელს ყოფისათვის მე ვაგებ პასუხს. და ამიტომაც ეს პასუხისგებლობა იმდენად დიდია, რომ ღმერთთან მისვლა და ღმერთის წინაშე წარსდგომა, ღმერთი რომელიც თან სიყვარული არ დაგვავიწყდეს, ეს წარდგომა ღმერთის წინაშე იწოდება საშინელ სამსჯავროდ. და თავად ღმერთსაც ეს ღმერთი რომელიც სიყვარულია კიდე ხას უსვავ, სახელდებულია წმინდა წერილში საშინელი ღმერთი. რატომ? რომ როცა ღმერთი სიყვარულია ვიცი ეს და არ მაფხიზლებს, წესით ღმერთი სიყვარული რომ არის და ის რომ ჩემთვის მოკვდა, ამან ხონა გამომაფხიზლოს და ამან ხონა ჩემი ყურადღების ორიენტირი ხო შეცვალოს და კონცენტრირება ხონა გავაკეთო ქრისტესკენ და მისი ერთგულებისკენ, მაგრამ ეს რო არ მცვლის წმინდა წერილში ისიც მიწერია, რომ თან ღმერთი საშინელია, საშინელი პასუხისგებლობით გვტვირთავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს. და აი როდესაც ადამიანი ფიქრობს, რამდენად აცნობიერებს ის საკუთარ ცოდვილობას, იმიტომ რომ თუ ეს არ მოხდა, ქრისტე ჩემთვის არ მოსულა. რამდენად ვაცნობიერებ ქრისტეს ცოდვილობას, ამის ილუსტრაცია ხდება მოყვასთან ურთიერთობაში. მე თუ სწორად ვაცნობიერებ ჩემ ცოდვილობას, ეს ისეთ რას ნიშნავს? ჩემი ცოდვილობა მე როგორც დავსვი საკითხი, რაში მიშლის მე ცოდვილობა? ცოდვილობა მიშლის იმაში ხელს, რომ წარვდგები ღვთის წინაშე ვერ გავმართლდები. და ეს იმდენად მძიმე ტვირთია ჩემთვის და იმდენად შეუძლებელს ხდის და ჩემთვის ღმერთთან ყოფობას, რომ უფალი ხაზგასმით წმინდა წერილში, რომელსაც ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ ყოველდღიურად, თუნდაც 5 წუთი ხაზგასმით წერია ადამიანისათვის, მათ შორის მართალი ადამიანისათვის მინდა გითხრათ, მათ შორის ზნეობრივი ადამიანისათვის, მათ შორის რელიგიური ადამიანისათვის, მათ შორის პატრიოტისათვის, კარგი მამისთვის, კარგი დედისთვის, კარგი შვილისთვის, კარგი მოქალაქისთვის, სულ ერთია. კარგი პროფესიონალისტვის, ქველმოქმედისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, უფალი ამბობს, ნებისმიერი ადამიანისათვის სასუფეველში მყოფობა არის შეუძლებელი. ეს ცით რას ნიშნავს? კვდები და ჯოჯოხეთში მიდიხარ. ანუ იწყებ ყოფიერებას სიცოცხლის გარეშე. რა არის ჯოჯოხეთი? არსებობ, მაგრამ სიცოცხლე არ აქვს. ოღონ ცნობიერება გაქვს. არსებობ, ცნობიერება გაქვს, მაგრამ არ გაქვს სიცოცხლე. წარმოგიდგენიათ რა საშინელებაა ეს. და მარადიული მარტოობა. აი ეს არის. ამას წმინდა წერილი გვაფრთხილებს და გვეუბნება. ხო და როდესაც მე ვიცი ეს შეუძლებლობა, მე უნდა ვფიქრობდე რატომ? და მე ადამიანი იწყებს საკუთარი თავის ანალიზს. მე ადამიანი ამას რო იწყებს, რატომ კითხვას სვავს, რატო ხდება, რატო ვარ ასეთი ცოდვილი, რა პრობლემა აქვს, რატო არ შეიძლება ჩემი სასუფეველში ყოფობა და მსგავსი აზრებით რო ჩვენი გონება იტვირთება, ღმერთი მე იწყებს დახმარებას, საღვთო გაძლევს და ერთხელაც ისეთ რას აღმოაჩენთ, რომ ქრისტე არავის არ მოუკლავს შენს გარდა, ისევ მე პერსონიფიცირებას მოვახდენ ჩემზე. ქრისტე არავის მოუკლავს თეოდორეს გარდა, თეოდორემ მოკლა ქრისტე. არავინ, ყველა რო ანგელოზი ყოფილიყო 8 მილიარდი, როგორც ამბობენ მეცნიერები, დაახლოებით 100 მილიარდ ადამიანს, ადამიანიდან ევადან 100 მილიარდ ადამიანს უცხოვრია. რა ერთ-ერთი ვერსია ესეთი მეცნიერული, რა მნიშვნელობა აქვს პრინციპული ამას? მხოლოდ მე რომ ყოფილიყავი ცოდვილი, მე სხვები ყველანი რო ანგელოზები ყოფილიყვნენ. ღმერთის სიყვარული ისეთი დიდია, რომ ის მხოლოდ ჩემთვის მოვიდოდა და მაინც მოკვდებოდა, იმიტომ რომ ჩემი ცოდვები საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანის სიკვდილი დაისაჯოს. და ის დიდი ადამიანი დიდი ასოთი მოკვდა ჩემთვის, რომ მე გადარჩენილიყავი და ყველაფერი ის, რაც ჩემს სასუფეველში მყოფობას შეუძლებელს ხდის. აი ეს შეუძლებლობა წარხოცა ჩემგან ქრისტემ ჯვარზე მიალურსმა და ყველაფერი განაქარვა და მე გამამართლა. ნახეთ, ეს არის თეორია მაშინ, როცა ეს არის თეორია, ეს არაფერს ნიშნავს. მაგრამ როცა ადამიანი ამას გულით განიცდის და ხვდება, რომ დიახაც ეს ასია, ასეთ დროს ადამიანში ჩნდება მადლიერების განცდა
მადლიერების განცდა და იბადება ქრისტესადმის სიყვარული, რომლის წყალობითაც მე სასუფეველის კარები მეხსნება. მაგრამ თუ ეს ასია, ეს ვლინდება ეს ნაყოფებს იღებს სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად ეს ნაყოფს იღებს ღვთისმსახურების მიმართულებით, წირვას ევქარისტიული მსახურება ქვია, მადლიერების მსახურება ქვია. ადამიანის სიხარულით უნდა მორბოდეს. სულ შესაძლებლობა რო ქონდეს ყოველდღე გამოიქცევა წირვაზე, რომ რაც შეიძლება ხშირად ეზიაროს, რომ მადლიერება ამით გამოხატოს, ეს ერთ-ერთი წირვაზე ზიარება, ერთ-ერთი უკანასკნელი ანდერძია ქრისტესი ჩემს მოსახსენებლად, ეს ყოველთვის გააკეთეთო, ამითაც ჩვენ გამოხატავთ უფლისადმის სიყვარულს და პლუს ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, წირვა არის და ზიარება არის უდიდესი შესაძლებლობა, უმწვერვალესი შესაძლებლობა ქრისტესთან კომუნიკაციისა, მასთან ერთობისა ან უზიარებისა. რაც არის გადამჩენელი, ცხონებელი, შენ გაიცნობ მას როგორც პიროვნებას, შენ გაიხსნები მის წინაშე როგორც პიროვნება და მას შეიძლება ეთქვას, მე შენ გიცნობ, აი მე მეტყვის, მე შენ გიცნობ თეოდორე. ვინ ახარ? გესმით? გალაქტიკების შემოქმედი რო გამოგარჩევს და მე შენ გიცნობ. ერთ-ერთი ხატია ესეთი წმინდა გიორგის ქართული ხატია მინანქრის საოცარი ხატია ძმებოდადებო, ესე იგი წმინდა გიორგი დგას ქრისტეს მარჯვნივ. ქრისტე დგას და გვერდზე წმინდა გიორგი უდგას და ქრისტეს ხელი აქვს გადახვეული წმინდა გიორგი. თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ. აი ეს არის ილუსტრირებული. გესმით? ქრისტე რო გადაგხვევს ხელს როგორც მეგობარს და მე შენ გიცნობ რო გეტყვი, ვინც გალაქტიკები შექმნა, სამყარო შექმნა, ის დიდებული სამყარო, იმის შემოქმედი გეუბნება, მე შენ გიცნობ, ჩემი ძმა ხარ, ჩემი და ხარ, ჩემი შვილი ხარ. აი ეს არის ცხონება, ეს არის გადარჩენა, ეს არის ზეცეურთ მამასთან მამაშვილური ურთიერთობა. ესეთი დიდებულება გველოდება. მაგრამ ეს თუ ეს ყველაფერი ასე ვითარდება, ანუ ჩემი ცოდვილობის განცდით, მე იმის გააზრებით, რომ ღმერთი ჩემთვის მოკვდა სასუფეველის კარი გამიხსნა, მას ეტკინა რეალურად. ღმერთს არაფერი არ ტკივა, მაგრამ ადამიანური ბუნება მიიღო, იმიტომ რომ ჩემთვის და შენთვის ტკენოდა, ადამიანის ეტალონი ეჩვენებინა. კიდევ სხვა მრავალი მიზეზი აქვს, რატომ მოვიდა ადამიანად და როცა ამას იაზრებ, მადლიერებით ივსები, მაგრამ თუ ეს ყველაფერი და ღვთისმსახურება გიყვარდება და ასე შემდეგ და თუ ეს ყველაფერი ნამდვილად ასია, ეს დასტურდება იცით რითი მოყვასთან ურთიერთობით. როგორ და ისეთი ცოდვილი რომ ვარო, ღმერთი ჩემთვის მოკვდა. მე როგორ შემილია შენთან თავი აღვიმაღლო. როგორ შემილია მე შენ ზემოდან შემოგხედო. როგორ შემილია მე შენ განგიკითხო, როგორ შემიძლია მე შენ ხელი კრა, როგორ შემილია მე შენ უგულებას ყო, როგორ შემილია მე შენ არ შემებრალო თუ ცოდავ. ნახეთ როგორი სიტყვებია. თუ არ განიკითხავთ, არც მე განგიკითხავთ, ხოლო თუ განიკითხავთ, მეც განგიკითხავთ. ანუ მიმწევებლობა, უპირობო არის გადარჩენის, ცხონების ფორმულა. ეს ძალიან ბევრს არ მოსწონს. იცით, პირველი ნახევარი ქრისტიანობის, არასაც მე ვსაუბრობდი, მისი მისტიკური მხარე ყველას მოსწონს. მაგარია ღმერთი ჩემთვის მომკვდა რა, ვარა მაგარია. ღვთისმსახურებას მიყვარს, ბოლო-ბოლო ადამიანი ეჩვევა. თუ რომ გაირინდოთ და სრულად ჩაოღმავდეთ ღვთისმსახურებას, ნახავთ მის დიდებულებას. ზიარებას მადლი რეალურად მოაქვს და ეს გახარებს. და ბოლო-ბოლო ადამიანს სინდისიც უმშვიდება, ახსარებას იტყვის, მადლი მოქმედებს, რატომაც არა და ძალიან ბევრი ადამიანი ღვთისმსახურების აი ამ ნაწილს ქრისტიანობისას იღებს, მაგრამ მეორე ნაწილს ვერ იღებს, რომელსაც ქვია მოყვასთან ურთიერთობა და ამიტომ ძალიან ბევრია მოწოდებული ეკლესიაში და ძალიან ცოტა არჩეული, ესეც ქრისტეს სიტყვებია, იმიტომ რომ აი ამ მეორე ნაწილის გაკეთება ადამიანისადმი უპირობო სიყვარული ძნელი შესასრულებელია, იმიტომ რომ მთელი პირველი ნაწილი აღმოჩნდა სპექტაკლი ჩემთვის. ფარისევლობა თუ მეორეთი არ დასტურდება. გახსოვთ უფალი როგორ ამბობს, ორი დიდი მცნება, ღვთის სიყვარული მთელი არსებით და მსგავსი ამისა მოყვასის სიყვარული. როგორც საკუთარი თავისა, ანუ შენ თუ გინდა ღმერთთან ყოფნა, არ უნდა მქონდეს ის წარმოდგენა, რომ სხვას არ აქვს უფლება ღმერთთან ყოფისა. სხვას აქვს უფლება ღმერთთან ყოფნისა და ეკლესიის ისტორია, თვით სახარება, მოამრავი მაგალითი იცის, რომ ქვეყნის ამომგდები და ყველაზე დიდი ბოროტო მოქმედი და ყველაზე საშინელი ცოდვილი რომ იყო, ის ასწრებდა წინ მართლებს და ესეც უფლის სიტყვებია, არც ერთი სიტყვა ჩემი არ არის.
ცოდვილნი და ყველაზე საშინელი უზნეო ადამიანები წინა გიძღოდნენ თქვენ მართლებო სასუფეველში, ისინი თქვენზე წინ შედიანო, ეუბნება მაშინდელ ფარისევლებს, რომლებსაც თავი მართლები ეგონათ, იმიტომ რომ ისინი ადამიანური საზომით, სახელმწიფოებრივი საზომით, ეროვნულ პატრიოტული საზომით, ნები რელიგიური საზომით, ქველმოქმედების საზომით, ზნეობრივი საზომით იყვნენ მართლაც მართლები. და საოცრება იცით რა იყო? ისეთი მართლები იყვნენ, რომ ქრისტე ვერ იცნეს, იმიტომ რომ მათ ქრისტე არ ჭირდებოდათ. და რაც შეეხება ქრისტეს ცნობილობას, ქრისტე დღეს წირო დაგიდგეს, როგორ დაგიდგებოდა, როგორ ფიქრობთ? ჩვეულებრივი ლიტონე ადამიანებით, როგორც მაშინ, რატო ვერ იცნეს? იმიტომ რომ აი ნახეთ რა შეუნებოდნენ, ერთი ცეცხლი გადმოგვიყვანეს, ეცად ფოკუსელოდებოდნენ, აი ეს ღმერთის ყოვლის შემძლეობა უნდათ ენახათ მისგან და ამას რო არ აკეთებდა და ჩვეულებრივი ლიტონი ადამიანივით რო იქცეოდა, ამიტომ ვერაფრით ვერ მიიღეს, იმიტომ რომ ვერ დაინახეს ღმერთის ის თვისება, რომელსაც ქვია უპირობო სიყვარული და უკიდურესი თავდაბლობა, აბსოლუტური გულმოწყალება. აი ამით უნდა დაგვენახა ღმერთი და გარდა ამისა, ღმერთი რაღაც ადამიანად მოვიდა, ჩვენ ძმებს და დებს რო გვეძახის, თავის თავს აიგივებს ადამიანთან. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იცით რას ნიშნავს თავის თავს რო ადამიანთან აიგივებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წინ რო ადამიანი დგას, ჯერ ერთი უნდა გავიაზრო, რომ ეს არის ის, ვინც ღმერთმა შექმნა. შეხوار შეგიქმნია ადამიანი. შენ წინ დგას ადამიანი და ეს ადამიანი ღმერთმა შექმნა. რადგან ღმერთმა შექმნა, ის ღვთის ხატი და მსგავსია. რა თქმა უნდა ცოდვილია, მაგრამ მისთვის ჯვარს ეცვა, არა მარტო ჩემთვის, მისთვისაც ჯვარს ეცვა. რო კვდებოდა ჯვარზე მეც ვიყავი გათვალისწინებული და ისიც. ამიტომ მე მაქვს ვალდებულება მისი სიყვარულისა. სხვანაირად მამაო ჩვენო თქმას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მამაო ჩემო სხვა არ ვამბობ, მამაო ჩვენო და იმის მამაც ხო არის. ამიტომ მე მაქვს ვალდებულება მასთან ძმური ურთიერთობისა და სიყვარულისა. და აი ამ კონტექსტში, რასაც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, მინდა წაგკითხოთ რამდენიმე მუხლი დღევანდელი წმინდა წერილიდან. აი როდესაც უფალი ამბობს, ეს ქრისტეს სიტყვებია. იგავური, რატო იგავური სახე? იგავი გაძლევს საშუალებას, რომ შენს ანალიტიკურ ანალიზი გაუკეთო ამ სიტყვებს და ანალიტიკური აზროვნების შესაძლებლობით შენ შიგნით განავრცო ეს რა შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება მოხდეს და შენთვის გარკვეული სურათი დაიხატოს. აი ნახეთ, მე რო დაუბრუნდები ამბობს, იქნება საშინელი სამსჯავრო. საშინელი, იმიტომ რომ პასუხისგებლობაა ძალიან დიდი. და ამ საშინელ სამსჯავროს იგავი სახით ამბობს, გახსოვთ ხო, რომ იგი ცხვრები და თიკნები დადგებიან, ცხვრები წავლენ მარჯვნივ სასუფეველში, თიკნები წავლენ მარცხნივ ჯოჯოხეთში. და აი ეს გარჩევა როგორ ხდება? გარჩევა ხდება ესე, რომ ცხვრებს ეუნება, მაშინ თქვას მეუფემან მარჯვენით მათ მისდა, მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, ანუ ზეციური მამის კურთხევა არის თქვენზე და ამბობს, დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამიდან სოფლისად. ნახეთ რას ნიშნავს? ვინ ცხონდება, იმას რას ეუნება? ის, სადაც სასუფეველი არის გამზადებული შენთვის და გამზადებული საიდან, ეხლა კი არ მზადდება. სანამ სამყარო შეიქმნება დასაბამიდან სოფლისად. ნახეთ, თითოეული ადამიანი, აი პავლე მოციქული ამას ხშირად ამბობს, სანამ სამყარო შეიქმნებოდა, ღმერთი უკვე გიცნობდა შენ. ღმერთმა უკვე იცოდა, რომ სამყაროს ქმნიდა შენთვის, ეგების ჩემთვის. ჯვარზე რო კვდებოდა შენთვის, ეგება ჩემთვის, ანუ პერსონიფიცირებულად გვიცნობს ჩვენ ღმერთი. მაგრამ უნდა რომ ჩვენც გავიხსნათ მის წინაშე და ეს ყველაფერი გამზადებულია, ანუ სამყარო შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენ ღმერთთან ვიყოთ და ეს დასაბამიდან სოფლისად გამზადებულია. ეს ხო მადლიერებით აღმავსებს. და მე იმათ ეუნება გახსოვთ, ხო გეუნებათ რას ეუნება? ვინც მარცხენით ჯოჯოხეთისკენ მიდის და რას ეუნება? წარვედი ჩემგან წყეულნო, ქრისტე რო ამას გეტყვის, ღმერთი რომელიც სიყვარულია, ღმერთი რომელიც ნახეთ როგორც მოსამართლე რომ საუბრობს, ღმერთი როგორ საუბრობს, ჯვარცმული ღმერთი მოსამართლის პოზიციაში დგება და იმიტომ რომ ღმერთმა, როგორც ესე იგი უფალი ამბობს, მთელი სასჯელი მამამ ძეს მისცა, მოსამართლის პოზიციაში მდგარი ღმერთი ისევ ადვოკატობს
ანუ მღვდელმთავრობს, ანუ შუამავლობს, მეოხია და რას ამბობს? და ვიზე საუბრობს? იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯვრის წინ დგანან, ყველაზე საშინელი ადამიანები, მათ ქრისტე მოკლეს, ცინიზმით, გაიმეტეს, ესე იგი აფუთხეს, ცემეს, დასინიან და ასე შემდეგ სახარება ნახეთ, რებს უკეთებენ, თავში უტყავენ. და აი მათზე ამბობს, მამაო, მიუტევე, მაგათ მიუტევე, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. ანუ ნახეთ ქრისტეს განაჩენი როგორია. ქრისტეს განაჩენი ესეთია, გპატიებს, მოგიტევებს და უცებ ის ქრისტე, რომელიც ყველაფერს პატიობს, უცებ ამბობს ასეთ სიტყვებს, წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსამას საუკუნეს, ანუ მარადილ ცეცხლში, რომელიც თქვენთვის კი არ იყო შექმნილი, თქვენ საწყლებო თქვენთვის არ იყო, არამედ განზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოსთამისათვის, ანუ დემონური ძალებისთვის, იმათვის იყო და სამწუხაროდ თქვენ იმდენად დაკარგეთ ღმერთთან კავშირი და მადლი რომ ეშმაკს გავხარ და ამიტომ იმკვიდრებ ეშმაკის ადგილს. გესმით რა კატასტროფული მდგომარეობა აქვს ადამიანს, რომელიც საშინელ სამჯაროსი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება. და ეხლა კითხვა ჩდება, როგორ გავიგო? ეხლა მე არ უნდა შემეშინდეს ამ სიტყვების? ეხლა მე რო ეს მესმის, ესე უდარდელად უნდა გავატარო? 100%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ ეს მე არ მეხება? წყეულს რო ამბობს, არ მეხება? დარწმუნებული ვარ მე ამაში? როგორ მივხვდე, რომ ეს მეხება თუ არ მეხება? და აი გახსოვთ, რომ ესე იგი ორივე მხარეს ეკითხებიან, როცა უფალი ეუნება, რომ ესე იგი მე შიოდა, მწყუროდა, ვიტანჯებოდი, უსამართლოდ მეკცეოდენ, პატიმრობაში ვიყავი, 1000 პრობლემა არსებობს ხო ამ სამყაროში. სამართლიანად უსამართლოდ. და თქვენმე მომხედეთ. და მარჯვნივ ყოფებს ეუნება და მარცხნივ ყოფებს ეუნება, რომ აი ეს პრობლემები რომ მქონდა, თქვენმე არ მომხედეთ და ორივე მხარეს უკვირს გაიხსენეთ, უფალო, როდის მოგხედეთ და ისინი ეუბნებიან, უფალო, როდის არ მოგხედეთ? როდის არ მოგხედეთ? და რას ამბობს უფალი? რაოდენი, ამინ გეტყვით თქვენ, ანუ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რაოდენი უყავთ მარჯვნივ ყოფებს ეუნება და მარცხნივ ყოფებს ეუნება არ უყავთ, რაოდენი არ უყავთ ერთსა ამათ ცირეთაგანსა, მე არ ამიყავთ. ნახეთ, თითოეული ადამიანი, რომელიც შენ წინაშე დგება, თითოეული ადამიანი იმ წამსვე მომენტალურად წამის ყოფაში, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი შემწირო დგება, აზრი მიჩნდება, გული სიტყვა მიჩნდება, განწყობა მიჩნდება, მეუბნება, ვეუნები, პასუხს მცემ, მომწონს, არ მომწონს, რაღაცა განვიკითხავ, არ განვიკითხავ, გესმით, გამჟი, არ გამჟი, მსაჯული ვარ, არა ვარ მსაჯული, ყველა ადამიანის მიმართ, თუ ეხა შემთხვევით არ გაიარა და რაღაცა. აი თუ რაღაცა განწყობა ჩნდება, ყოველი განწყობა თითოეული ადამიანის მიმართ, მე გუშინაც გითხარით, არის რეპეტიცია საშინელი სამსჯავროსი. ეს წმინდა მამები და ღვთისმეტყველები ასე ასწავლიან. ყოველი ადამიანის შენ წინაშე მდგარი, ეს არის ერთგვარი რეპეტიცია საშინელი სამსჯავროსი და იცოდე, რომ შეიძლება აი ეს კონკრეტული შემთხვევა დაგხვდეს მარადისობაში და აი ამის გამო მისდამი გულქვაობის, უსიყვარულობის, მისდამი აი ესეთი ზემოდან ყურების, გესმით? აი მაგრამ აი ეს თვისებები, რასაც მე გეუბნებით, აი ზემოდან ყურების, გულქვაობის, განუკითხულობის, უსიყვარულობის, მრისხანების, შეუწყალებლობის, ეს თვისებები გარედან კი არ ჩანს. ეს არის შიგნით ამ მდგომარეობა, რომლის შესახებ ღმერთის გარდა არავინ იცის. და ჩვენ შეიძლება ვერ მივხვდეთ, რომ ჯოჯოხეთს უმზადებთ საკუთარ თავს და იმისათვის რომ მივხვდეთ, უნდა გავიფაქიზოთ გული სულიერი სწორესულიერი ცხოვრებით, ლოცვით და იმ თვისების მოხვეჭით, რომელსაც ქვია სიმდაბლე, თორე ჩვენს კი ვერ მივხვდებით ადამიანის მიმართ რა განწყობა მაქვს. მით უმეტეს, როცა პოზიციონერებს საკუთარი სიმართლით. და გახსოვთ როგორ ამბობს უფალი სახარებაში, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება წიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს, პაუზას გავაკეთებ. წიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლე იყო ყველაზე მაგარი სიმართლე ისრაელში. ესენი იყვნენ რელიგიური, ზნეობრივი და თეოლოგიურად განათლებული ადამიანები და აბსოლუტურად ყველაფერი იცოდნენ სწორად. იქცეოდნენ სწორად. რელიგიური ცხოვრება ჰქონდათ სწორი, ქველმოქმედებდნენ სწორად, სამშობლო უყვარდათ სწორად. ყველაფერში ზნეობრივი ცხოვრება ჰქონდათ სწორი. გესმით, წმინდა წერილი ისე უყვარდათ ჩვენგან გასხვებით, რომ არ უკითხულობთ, ზეპირად იცოდნენ, აი ზეპირად იცოდნენ წმინდა წერილი. და უცებ უფალი ამბობს,
ქრისტიანებს გვეუბნება, თუ თქვენი სიმართლე მათ სიმართლეს არ აღემატება, ვერ შეხვართო სასუფეველში და ჭკითხვა არ გიჩნდება, რომ ესეთი კარგები იყვნენ და მე კიდე არც ისეთი პატრიოტი ვარ, არც ისეთი რელიგიური ვარ, არც ისე მიყვარს წმინდა წერილი, არც ისეთი ქველმოქმედი ვარ, როგორც ისინი იყვნენ და ჩემი სიმართლე როგორ უნდა აღემატოს მათ სიმართლეს, როცა ისინი მე მჯობიან, ჩვენი სიმართლე არა რაოდენობრივად ვერაჯობებ, არამედ არსობრივად, თვისობრივად უნდა აღემატოს მას სიმართლეს, აქ ლაპარაკია სხვა სიმართლეზე, არა ადამიანურ სიმართლეზე, არამედ ღვთისნების აღმსრულებელ გულზე. გესმით რა შეასაქმე? ამიტომ თუ ჩვენში ღვთისნება არ რეალიზდება, თუ ჩვენ ღვთისნებით არ ვიმოქმედეთ და თუ ჩვენ თითოეულ ადამიანს ქრისტეს თვალებით არ შევხედავთ, მაშინ ჩვენ არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ ჩვენ არ შევცვლებით. და ეს სიტყვები, რაოდენი არა უყავთ ერთ სამად სირეთაგანსა, ეს მე შეიძლება მე შემეხოს და არ მაქვს გარანტია, რომ არ შემეხება. და ერთადერთი გარანტია იმისა, რომ მე ამისგან გადავრჩე, ეს არის ღვთისნების აღმსრულებელი გული და ქრისტეს თვალებით ყურება თითოეული ადამიანისა, ხოლო ჩემი გული რო ღვთისნების აღსრულებელი გახდეს, საჭიროა მუდმივი გამოძიება ღვთისნებისა თუ რა უნდა ღმერთს, ეს არის წმინდა წერილი, წმინდა მამები და კავშირი ეკლესიასთან, კავშირი ევქარისტიულ მსახურებასთან, კავშირი მოძღვართან და კავშირი ეკლესიის ხილულ სახესთან, რომელიც არის ეპისკოპოსი, თქვენი ეპისკოპოსი. გესმით? ეს კავშირი თუ არ იქნება, ესე იგი გითხარით, ესე იგი წმინდა წერილთან და წმინდა მამებთან კავშირი თქვენს მოძღვართან შესაბამისად ეკლესიური ცხოვრება და ზიარებითი ცხოვრება, ევქარისტიული ცხოვრება და კავშირი თქვენს ეპისკოპოსთან. თუ არ იქნება ეს დაცული და ამით ეპისკოპოსთან კავშირი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და თქვენ სამშობლოსთან, იმიტომ რომ სადაც არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, იქ არის საქართველო. აი ეს არის და დანარჩენი უკვე ღმერთის ხელშია. მე იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი აქ იმიტომ იმყოფება, მარტო თქვენზე არ ვსაუბრობ, ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ეკლესიის წევრია, და იმიტომ არის დაძახებული ღვთისგან, რომ ჩვენ გადავრჩეთ, ღმერთმა დაგვიფაროს, ქრისტეს გარეშე გარდავიცვალოთ, იმიტომ რომ მარადიული სატანჯველი ხანდახან არის ხოლმე ლიბერალურ ღვთისმეტყველებაში. არსებობს სატანჯველი მარადიულია თუ არ არის მარადიული და მსჯელობენ თითქოს იქ უკვე იყვნენ და მერე დაბრუნდნენ და ახლა იციან და ლაპარაკობენ. გესმით და როცა აგერ სახარებაში სახარება არის გამოცხადება. თუ ქრისტეს ღმერთობის მწამს, შესაბამისად მწამს სახარების და აგერ თქვათ პასუხი ქრისტეს სიტყვები წარვიდნენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა. ეხლა როგორ შემიძლია მე რომ რევიზია ჩავტარო ქრისტეს სიტყვებს და დავიწყო მსჯელობა, იცი ასე კი არა, ისია და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ გვწამს, რამე თუ ქრისტეს ღმერთობა გვწამს და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენი დაბადება, ჩვენი რწმენაში მყოფობა, ჩვენი ქრისტიანობა ამაო აღმოჩნდეს და იმისათვის რომ ეს ამაო არ აღმოჩნდეს, პერიოდულად შემოუძახოთ საკუთარ თავს, გავახსენოთ მე ხო ღვთის შვილი ვარ, მე ხო ღვთის ხატი და მსგავსი ვარ, მე ხო მარადიული არსება ვარ, ამ ქვეყნიური ხო ყველაფერი წარმავალია, დღეს ხვალ უნდა გარდავიცვალო და ამიტომ მოდი არც ერთ წამს არ დავკარგავ და ყოველ წამს ჩემი გული, ჩემს გულს ვასწავლი იფეთქოს იესოს სახელით, იესო, მას ჩემს სუნთქვად გადავაქცევ, რომ მისი ნების აღსრულებელი ვიყო, რომ მოყვას ქრისტეს მისი თვალებით უყურო, რომ ვისწავლო სიყვარული ღვთისა და ყოველი ადამიანისა, თუნდაც ის ჩემი სიმართლით უკანასკნელი ნაზირალა იყოს. აი ეს არის ძმებოდადებო ქრისტიანობა, მაგრამ ამ ყველაფრის რეალიზებას ჭირდება საქმე და საქმე კიდევ ვიმეორებ იწყება წმინდა წერილით, წმინდა მამებით, მოძღვართან ურთიერთობით და მისი დაჯერებით და თქვენი ეპისკოპოსის მორჩილებით. ქრისტემ გაცხოვნოთ და გადაგარჩინოთ და თქვენი ლოცვით მეწოდვილი მღვდელი თეოდორე გადამარჩინოს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. დიდი მადლობა მოთმინებისთვის.